როცა გიყვარს შენი საქმე, დილის 5 საათით სიამოვნებით დგები და სიამოვნებით აკეთებ ამ საქმეებს. ერთ დღეს თუ ჩაგეძინება და 7 საათზე ადგები, უკვე აღარ აქვს ის ხიბლი ამ სათბურებს, ამ სიმწვანეებს. მიხვდები, რომ შენი საქმეა და გიყვარს ეს საქმე. ნაირა ბოლქვაძე უკვე წლებია მიხვდა, რომ მისი მთავარი საქმე მიწასთან ურთიერთობა და მეურნეობა. მოჰყავს ბოსტნეული და მისი ყველა დღეც იწყება სოფელ მარადისში, რომელიც ეკომიგრანტებმა თავად შექმნეს და საქმეც ამ მიწაზე დაიწყეს. 99 წლიდან აქ ცხოვრობთ, მაგრამ თითო ოთახებში, თითო ვაგონში, თითო მიწურ ვაგონებში ცხოვრობდა ხალხი და 2000 წლიდან უკვე აქტიური მშენებლობა წამოვიდა სოფლისა. ახალგაზრდებმა უკვე გააცნობიერეს, რომ დააგვეშენებინა სოფელი და ძალიან კარგად გამოგვივიდა ეს საქმე. ძალიან ბევრი წვალების შემდეგ სოფლის შენება რო დაიწყეს ხალხმა, იფიქრეს, რომ ეს სოფელი მარადიულად უნდა ყოფილიყო, ამიტომ მარადისი დაარქვეს. ჩვენი სკოლის დირექტორი იყო იქ ხულოში, ბატონი ზურაბი, რომელმაც შემოგთავაზა ეს იდეა, რომ მოდი მარადისი დავარქვათო და ყველას ძალიან მოეწონა და დაარქვეს მარადისი. მარადისში ყველაფერი აქ მცხოვრებმა ოჯახებმა შექმნეს, გააშენეს სოფელი, ააშენეს სახლები, იზრუნეს ყველა საჭირო კომუნიკაციაზე და დღეს საკუთარი საქმე აქვთ. მეურნეობა, რომელიც დროსთან ერთად ამ მიწის კლიმატს მოარგეს. ჩვენ ხო ჩამოვიდით ხულოდან. ფაქტიურად ხულოდან წამოვიღეთ კარტოფილის სიმინდი და რაღაცა მას ეგრევ თესავდით. მაგრამ სოფელი მარადისი ჩვენმა ახალგაზრდებმა აქაურ კლიმატზე მოვერგეთ, აქაურ ჰაერზე, სიცხეზე, რა ვიცი, კლიმატთან მედეგი სოფლის მეურნეობა შევქმნით და ყველაფერი გვაქვს ახალი და თითქმის ჩვენი შექმნილი ამ სოფელში. წლებთან ერთად იყო არაერთი სირთულე, გამოწვევები, რომელთან გამკლავებასაც ერთად ცდილობდნენ და საქმე, მეურნეობა, რომელიც გახდა მოტივაცია, რომ არასდროს გაჩერებულიყვნენ. ძალიან დიდი სტრესი მიიღო ჩემი მშობლების თაობამ ამ სოფელში. ვერ ეგუებოდნენ. ფიქრობდნენ რამოდენიმე წელი, რომ ალბათ ისევ წავალთ აჭარაში, აქ ვერ ვიცხოვრებთ, ძალიან სიცხეა, ვერაფერი ვერ მოგვყავს, მაგრამ როცა ჩემმა ასაკის ახალგაზრდებმა წამოვიზარდით, უკვე შეჩვეული ვიყავით ამ კლიმატს, უკვე დავიწყეთ აქტიურად ამ კლიმატზე მორგება და დათესვაც, პროდუქციის მოყვანაც, შეგუებაც, მშენებლობაც, მაგრამ ჩვენი მშობლების თაობამ ამ ხელა სტრესის მიუხედავად მაინც სოფელი შეგვექმნეს. სოფლის სახელი დაარქვეს, გზა გაგვიკეთეს, წყალი გაგვიკეთეს, ქუჩებად დაყეს, ეს ვაგონები იყო და ეს მიწური სახლები ქუჩებად ჩადგმული, რომ ძალიან ლამაზი იყო თავის დროზე. ეხლა კი გვეუბნებოდნენ მოსული სტუმარი, რომ აქ როგორ უნდა იცხოვროთ, აქ როგორ ცხოვრობთ, მაგრამ ეხლა გვეუბნებიან, რომ არ გვჯერავსო, რომ ესე მოკლე დროში 15-20 წელიწადში უკვე ამ ხელა სოფელი შეიქმნა და სხვათა შორის ძალიან ძლიერი სოფელი, არა მარტო მარადისისთვის ძლიერი, არამედ თბილისისთვისაც ძლიერი, იმიტომ რომ დღეში 5-6 დატვირთული მანქანა მიდის ახალ-ახალი პროდუქციით თბილისის ბაზრებს. ნაირა ბოლქვაძე მარნეულის რაიონის სოფელ მარადისიდან პირველი ეკომიგრანტი ქალია, რომელმაც ამ სოფელში სასათბურე მეურნეობა შექმნა და ასე გახდა ბავშვობის ინტერესი მთავარი საქმე. 2019 წლიდან ჩვენ სოფელში შემოვიდა ფონდი ტასო, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომ ქალების გაძლიერებაზე უნდა ემუშავათ და ჩვენმა სოფლის ქალებმა აქტიურად ჩავერთეთ ფონდი ტასოს პროექტებში. მაგის შემდეგ უკვე რომ გავიარეთ ბევრი ფინანსთა სამინისტროს ტრენინგები იქნებოდა ეს თუ ქალების გაძლიერების კუთხით, მივხვდით ყველამ რომ უნდა დაგვეწყო ჩვენი ცხოვრება, რაღაცა ბიზნესი უნდა დაგვეწყო და განვითარებისკენ მიმართული უნდა ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება. გავირჩიეთ ის საქმე, რომელიც ჩვენ გვიყვარდა, რომელიც საქმე ჩვენ ვიცოდით, უფრო კარგად შევისწავლეთ და მე პირადად ბოსტნეული ძალიან მიყვარდა და ბოსტნეული კულტურებზე დავიწყე ბიზნესის კეთება, დავწერე რამოდენიმე პროექტი, რომელშიც გავიმარჯვე და ეხლა აქტიურად მუშაობთ. ბადრიჯანი, ბულგარული, კიტრი, სალათის ფოთლები და ბროკოლი ჩვენია. ასევე გვაქვს ქალთა საჩითილე კოოპერატივი მწვანე მარადისი, რომელსაც მილიონობით ჩითილი გამოჰყავს წელიწადის განმავლობაში და სხვადასხვა რაიონებს თემს ვაწვდით. როგორც ფერმერმა აქტიური საქმე 2019 წელს დაიწყო, მაშინ მსგავს მასშტაბზე მხოლოდ ოცნებობდა, მაგრამ დღეს ზუსტად იცის, რომ წინ სოფლის მხარდაჭერით და მაცხოვრებლებით არაერთ საქმეს შეეჭიდება. ქალების ბევრმა შრომამ, ქალების აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ ყველა ოჯახი დასაქმებულია.
ყველა ქალს აქ რაღაცა პატარ-პატარა თავისი ბიზნესი აქვს. ეს გრანტების დამსახურება არის, ეს უცხოური პროექტების დამსახურებაც არის, მაგრამ ქალებიც არიან ძალიან აქტიური. არც ერთი პროექტი, 70 პროექტია თითქმის დაფინანსებული ჩვენ სოფელში, არც ერთი პროექტი არ დარჩენილა როგორც პროექტად. ყველა პროექტი მუშაობს. და მე არ ვიძახი ახლა ძვირადღირებულ პროექტებზე. ჩვენ მივიღეთ სადღაც ძალიან მცირე 2500 ლარიანი გრანტები. რომლითაც უკვე დიდი ბიზნესები დავიწყეთ და ეხლა 100.000-ს და 200.000-ს უდრის ქალების ბიზნესები. ბოსტნეულის სათბურების მიმართულებით, აი თუნდაც სალონები გახსნეს, ძალიან გააქტიურდნენ ქალებმა და ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის დამსახურება არის, რომ ბევრი სასწავლო პროგრამა გაიარეს ქალებმა. ქალებს, რომელსაც სკოლა არ ჰქონდათ დამთავრებული, ისწავლეს, თავისი პროფესია შეისწავლეს და საქმე დაიწყეს და ბიზნესი გააკეთეს. ტრენინგები, ინგლისური ენის შესწავლა, შრომა და მიზნებისკენ სვლა, სოფელ მარადისში ნაირა ბოლქვაძე და ფერმერი ქალები ოცნებისკენ სვლას არ წყვეტენ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სოფელი იქნება ბოსტნეულის მწარმოებელი ერთი საწყობი, ჩვენი ლოგოთი შევა სუპერმარკეტებში და ჩვენი უნებელი მოსავალს ეწერება მარადისი, სოფელი მარადისის სახელით რომ შევიდეს. ამის ოცნება გვაქვს და ეს არის ჩვენი გეგმა, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ბოსტნეულის მოყვანა შეგვიძლია და ვერ მოყვავს ფაქტიურად. იმის გამო, რომ არ გვაქვს ეგ საწყობი და სათანადოდ ვერ ვაფასოვებთ და ვერ ვფუთავთ ბოსტნეულს. და ჩვენი მიზანი და ჩვენი ოცნება ეგ არის, რომ გავაკეთოთ ერთი დიდი საწყობი კოოპერატივის სახით და მთელმა სოფელმა ბევრი ბოსტნეული მოვიყვანოთ და რავი, შევიტანოთ თბილისის ბაზრებზე უკვე ჩვენი სახელით. ნაირა ბოლქვაძემ დღეს ზუსტად იცის, რომ ოცნება ერთ დღესაც რეალობა იქნება. ამის мотиваცია კი არის საქმის სიყვარული და ის შედეგი, რომელიც უკვე დადგა. მარადისში მეურნეობის შესწავლა, განვითარება და შრომა კი ბიზნესის მისაღწევად, საქმის უცვლელი სიყვარულით გრძელდება.